მე ამ სცენიდან გამოდიოდი პირველად მართალია მსახიობი ვარ, მაგრამ გამოდიოდი პირველად Music Box-ისთვის. თეატრში რატო არ თამაშობ? თეატრში არ თამაშობ, იმიტომ რომ თეატრს უდა სხვა სპეციფიკა უნდა, ძალიან დიდი დროს მოითხოვს რა, დილით რეპეტიციები, საღამოს სპექტაკლები, დილით რეპეტიცია, საღამოს სპექტაკლი. დრო მაქვს ძალიან ცოტა, იმიტომ რომ არის გადაღებები, თითქმის 24 საათის განმავლობაში, როგორც კი დრო რჩება, აქ ჩემი ბიზნესი, რომელთაც ყავდები და მირჩენია ამას დაუთმო ის დრო, ვიდრე თეატრს. საერთოდ ჩვენ პროფესიას ხო ქვია ეს სახელი შოუ ბიზნესი. ამიტომ შოუს დგავთ ტელეეკრანებზე და ანუ იგივე მსახიობობით და ბიზნესი არის აქეთ. იდეალური სიტყვაა ეს შოუ ბიზნესი. და ამ შემთხვევაში ჩემთვის ლევან ჯიბღაშვილისთვის ალბათ ეს სიტყვა არის, ну ალბათ შეიძლება ითქვას ზედ გამოჭრილი რა. მსახიობი დამოკიდებულია შეკვეთებზე ხო? ახლა საქართველოში ნაკლებად არის მის სიამოვნება, რომ ესე ხშირად იყოს კარგი პროექტები და ძალიან კარგი როგორიც არის ამჟამად ახლა დეტექტივები და ტელეფონის ნომერი ხომ არ დაუდავებია? არა. ესე გედია. მეტი შეკითხვა არ მაქვს. თქვენ თვითონ ხომ არ დაამატებთ რამეს? ძალიან გამიხარდება თუ მალევე მიებნება რაღაც პროექტი, მაგრამ ნუ დღესდღეობითაც და ანუ პირველი სეზონის პარალელურადაც მე მუშაობდი კიდევ სხვა პროექტებზე. იყო გადაღებები ფილმის. დეტექტივებს ვამთავრებ სადღაც ალბათ ივნისის შუა რიცხვებში მოვრჩებით ამ გადაღებას მეორე სეზონს და ნახოთ, ნუ მესამე სეზონზე როგორ იქნება ლაპარაკი, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში გეგმაში გვაქვს მიდის მოლაპარაკება, რომ უნდა ვითამაშო ორ ფილმში. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მოსასვენებელი ოთახი. სცენარებიც აქ არის, ყველაფერი აქ არის. ეს არის ჩემი სხვადასხვა საყვარელი თევზი. უფლისწულია, ოღონდ სახელი ჯერ არ აქვს. მე ამაზეც მithქოს, ახლა ტიპია. ავას პატარა დაიკო 6 წლის თეკლა. ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარია ცხოვრებაში. ყავს დედა, ქალბატონი ნონა ჯიბღაშვილი, თეკლა ჯიბღაშვილი ასე. ის ტიპ პატარა ლამაზი ოჯახი ვართ. წყნარი მშვიდი. მაგაზე სუნაწყენია და სულ დუდღუნებს ხოლმე, რომ ხშირად არ ნახულობ, აი ესე ისე, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველაზე ძალიან მიუჯერებს. იმიტომ რომ ეტყვიან ხოლმე, თუ ამებიან აი ლევანი, всё, იმისთვის ყველაფერი დამთავრებული, მაგრამ თუ მიაწყენინებს რაღაც საუგზაოს მე რა მოხდა, მე ლევანი მაინც იმას მიყიდეს, მე ლევანი მაინც ამას მაჩუქებს და ასე შემდეგ. იმის ლევანია ყველაზე მთავარი და ყველაფერს ლევანი უწყვიტავს, ასე ვთქვათ. ქართლის ბუნებაშია რაღაცა მორიდება და ნაკლები ის, მაგრამ მე მგონი ეგ თვითონ ცოტა მიდის, ნაკლებად მორიდებულები არიან და სიმართლე გითხრა და ახშირად ყოფილა ხა შემთხვევა, იგივე გინდა ავტოგრაფის, გინდა მე თქვენის არ ხარ და რაღაც შეიძლება ფოტო გადავიღოთ, რაღაცა გადავიღოთ აქეთ იქით, ნუ იგივე, მაგრამ ამას ნუ ძალიან ადებითად და ისე უყურებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არის სასიამოვნო და სასიხარულო. კიდევ ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ იმ ადამიანების სიყვარული და პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ შენ ვიღაცას უყვარხარ, შენი შრომა ვიღაცას მოწონს და ვიღაცა აფასებს ამას. თავიდან იყო სტალინი, იყო მაშინ იყო ლევან ჯიბღაშვილი და მთელი ამბავი იყო, მე გავიდა პერიოდი და მე სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული და ანუ ყველა ისევ ახსოვდა სტალინი, მაგრამ არ ვიყავი ქუჩაში და რაღაცა და რაღაცები არ იყო და მე ისევ წამოვიდა დეტექტივები, მე იყო სხვა სერიალი რაღაცები ასე რომ ეს თამაშობს და მე მსიამოვნებს ეს ძალიან, იმიტომ რომ არ მინდა რომ მაყურებლისთვის ვიყო დაშტამპული და ვიყო მომაბეზრებელი და აო აქაც კიდე ეს არის და იქაც კიდე ეს არის და რაღაცა. ჯობია რაღაცა კარგი დადებითი და მრავალფეროვანი სახე შეიქმნას. თეატრალურ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ქალბატონი მედია კუჩუხის ჯგუფი, თეატრის და კინოს სამსახიობო. ჩემი ჯგუფელები არიან იგივე რუსუდან მაყაშვილი, რომელიც თამაშობს გოგონა გარეუბნიდან რუსთაველის თეატრში, ასევე ჩემი ჯგუფელია ნინოცა მაყაშვილი, იმის და ჩემი ჯგუფელია პაატა პაპუაშვილი, რომელიც ასევე თამაშობს რამდენიმე ქართულ ფილმში, ანუ თანამედროვე ფილმებში, ისიც ჩემი ჯგუფელია. კი, სხვადასხვა ჩვენი ჯგუფიდან რამდენიმე სახე არის წარმოდგენილი, რომელიც ასე ისე მოძრაობენ ტელეეკრანებისზე. ძალიან სასიამოვნოა. მე ყავს რჩეული ერთი ულამაზესი და უსაყვარლესი ადამიანია. კონკრეტულად ჯერ არ ვასახელებ. არავინ არ იცის კონკრეტულად ვინ არის. ამას როცა ჩავთვლით საჭიროდ ორივე, მე გაიგებს ყველა. მაგრამ ასთავარია ყველა ძალიან მიყვარს. კი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია რომ ვაპირებთ. შემდგომში ამ ყოველთვის განვითარებას და დამთავრებას. ჩვენ ახლობით 3 წელი რაღაც გვაქვს ურთიერთობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის.
გემშვიდობებით ისეთი დატვირთული გრაფიკის მერე თქვენ იყავით სახლში ლევან ჯიბღაშვილთან.